ახალი ნახატი დავხატე. მოკლედ, მე გაგიზიარებთ, კიდე რაღაც დეტალები დასასრულებელი მაქვს და თავარი გადავწყვიტე. თოს რაღაც ფილმს ვუყურე. მოკლედ ეს ფილმი იყო რაზე? სადღაც მოკლედ მოგიყვებით. რაღაც ქალაქში მოხვდნენ და საათი იყო და ეს საათი ქვიშის საათი რო გადმოტრიალდებოდა, თავის ტრიალდებოდა, ხელმეორედ კვდებოდნენ და ხელმეორედ ცოცხლებოდნენ და იგივე დღეს მოკლედ მრავალჯერ გადიოდნენ. რაღაც სასტიკი მეთოდებით კვდებოდნენ, თუმცა განსხვავება ერთი ის იყო, რომ მეთოდები იცვლებოდა, ხან ვიღაცა გადმოხდებოდა კლავ და ხან ფეთქდებოდნენ, მოკლედ სხვადასხვა მეთოდით კვდებოდნენ, თუმცა სიკვდილი ერთი იყო. და გამოსავალი იცით რა იყო? რო გადმოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაზე, გამოსავალი რა იყო? რომ თავარი პრინციპი რა იყო? რატო იცვლებოდა ეს ყველაფერი? შიში უნდა ყოფილიყვნენ. თუ ერთი და იგივე სიკვდილით ყოველ ჯერზე მოკვდებოდნენ, აღარ შეეშინდებოდათ. რისი გვეშინია რეალურად ჩვენ? იმის, რისიც არ ვიცით. უცნობი ხილის, უცნობის სიკვდილის გვეშინია. იმიტომ რომ არ ვიცით, რატო გვეშინია სიკვდილი? არ ვიცით რა არის და იმიტომ სიცოცხლე ასე თუ ისე ვიცით. სიცოცხლესაც გვეშინია. რეალურად სიცოცხლის რო გვეშინია, იმიტომ გვეშინია სიკვდილის, იმიტომ რომ სიცოცხლის დროს ძალიან ბევრი ცუდი რამე ხდება ჩვენი გადმოსახედიდან. ცუდი, არ ვიცით ხვალ რა იქნება. ასე აქედან გამომდინარე, დობაში კი არ ვართ, შიში ვართ, ცდილობთ ჩვენ ვაკონტროლებდეთ ყველაფერს, გეკმავთ დღეებს, წამებს, წუთებს. და ეს კონტროლი ილუზიას გვაძლევს, რომ რაღაცას ვალაგებთ და რაღაცა კარგად წარიმართება. თუმცა და რაღაც მოხდება და ჩვენ დალაგებული წამებში ირევა. ანუ რა არის გამოსავალი? შიშიდან გამოსვლა. და აი ამ ფილმში როდესაც მიხვდებიან ამ ყველაფერს, როდესაც მიხვდებიან, რომ შიში კი არ უნდა იცხოვრონ და მაგარ ფრაზას ამბობს აი ეს გოგო, რომ როგორ არის იცით, იქ წერენ, მოკლედ რაღაც სასტუმროში არიან და წერენ და მე-13 ჯერ დაწერეს, 13 საოცარი რიცხვი არის ყველაფერს წიგნში წერე. საოცრებებს წაიკითხავთ ჩემ წიგნში, დაფარულ ინფორმაციას საოცრებებს. და მოკლედ მე-13 არისო, ბოლო სიკვდილიო და შიში კი არ გავატაროთო. მაშინ ვიცხოვროთო. თუ ეს ბოლო სიცოცხლე არისო, მაშინ ღირსეულად გავატაროთო. დავტკბეთო. ეს ასწრიდებს. გესმით, ნახეთ, ჩვენ რას ვაკეთებთ ხოლმე, რომ მოვა ახალი წელი, გავბედნიერდები, მოვა მე ახალი წელი, აღდგომა, ბედნიერი ვიქნები და რეალურად სულ უფრო და უფრო მეტად ვუბედურდები და რატომ? იმიტომ რომ ახალი წელი არ გვანიჭებს იმხელა ბედნიერებას. ანუ ხვდებით რომ არ არის ახალ წელში ბედნიერება და მეორე დღეს უფრო ცუდად ვართ. ბედნიერება ჩვენში არის. ბედნიერება ყოველდღიურობაში არის. მესმის არ მოგწონს ხოლმე, მეც ამას ვაკეთებდი, არ მომწონდა ჩემი რეალობა და გავურბოდი წარსულში, ან არ არსებულ მომავალში, აწყალში არ მომწონდა ყოფნა და არ ვიყავი. მაგრამ როდესაც დავიწყე საუკეთესო ჩემთვის როგორ გითხრათ, ახლა იდეალური აწყო ვიღაცისთვის არ მაქვს, მაგრამ როდესაც დავალაგე ჩემ თავთან, ყველაფერი რეალურად რამეს კი ანუ რეალურად რამისგან ან ვინმესგან კი არ გავურბოდი საკუთარი თავისგან. აი, ახალი წელი მოვა გავბედნიერდები და არასდროს არ მეთქვამს, რომ მე გავბედნიერდები ჩემი თავით. ნახეთ, მიღწეული რაღაცა კი არ გვაბედნიერებს, შედეგში კი არ არის ბედნიერება, პროცესში არის ბედნიერება. ნახეთ, რამდენი მილიარდელი გინახავთ, რომ თავი მოუკლიათ, რამდენი თავი მოუკლავთ, რამდენი სახეობი რომ წამალზე დამჯდარან და ასე შემდეგ, ნარკოტიკებზე და გარდაცვლინათ და რატო? იმიტომ რომ მათაც ასე ეგონათ, რომ აი მე გავხდები მილიარდელი და გავბედნიერდები და მე რო არიან მილიარდელი და ისევ
მოცარიელნი რო არიან, უფრო უბედურდებიან, იბნევიან, იმის იქით ვერ ხვდებიან რა არის და თავს იკლავენ. ასე თავისუფლებიან. თავისუფლება ამაში კი არ არის. თავისუფლება არის საკუთარ თავთან გამთლიანებაში. შენ როდესაც მთლიანი იქნები, სხვა კი ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისიც არ უნდა მიაღწიო, მილიარდელი არ უნდა გახდე, მაგრამ მთლიანი გახდი და არა ვინმესთვის რამის დამტკიცებით, შილკით და ასე შემდეგ. დედას დემენცია რატო დაემართა? ზუსტად ამის გამო გაურბოდა. დედა არ ყოფილა ბედნიერი. მარტო იყო, ჩაიკეტა. დედა სხვისი თვალით ანახული დედა ჩემი იყო ძალიან ძლიერი, პროფესორი, განათლებული იყო, მაგრამ ჩემთან ის ძალიან სუსტი იყო. ამიტომ მიწევდა გაძლიერება მე აი მამაკაცურ ენერგიებში ყოფნა, რომ დამეცვა ის საკუთარი თავი. დედამ ვერ რო ვხედავდი, რომ დედა ვერ იხსნიდა საკუთარ თავს, მე მიწევდა მისი დახსნა. ამიტომ ქალები ხვდებით ხოლმე მამაკაცები და მამაკაცი როდესაც ძალიან დომინანტი არის, დედა ძალიან მამაკაცური რაღაც, მამაკაცურ საწყის, ან აგრესიული არის მამა, ამ მამაკაცურ ენერგიას უხშობს საკუთარ შვილს მშობლები, ძალიან დომინანტები დედები რო არიან, აკონტროლებენ, შენ ეს გააკეთე, ის თავისუფლებას რო არ აძლევენ შვილს, იმიტომ რომ ვითომ სიყვარულით მესმის, გიყვარს, მაგრამ ეს ცხოველური სიყვარულია, უპირობო სიყვარული, თავისუფლება არის. როდესაც შენ თავისუფლებას აძლევ, როდესაც ნდობაში ხარ სამყაროსთან და იცი რომ ყველაფერი რაც არ უნდა მოხდეს, ეს კი ასე არის აუცილებელი. მესმის, იმიტომ რომ მეც ამ სიყვარულში ვიყავი. და როდესაც ხვდებით, ამოვდივართ შიშისგან, და მაშინ თავისუფლდებით, გამოვდივართ ამ დედამიწისეული კოდიდან. აღარ გვეშინია ხვალინდელი დღის და ვიწყებ ცხოვრებას დღევანდელობით. ანუ სიკვდილის შიშით კი არ ცხოვრობთ, არამედ ცხოვრობთ სიცოცხლისათვის. აი ეს არის ბედნიერება. როდესაც გამთლიანდებით, მაშინ ყველაფერს მივხვდებით. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და იცოდეთ თუ არ მოგწონთ. გარემო კი არ შეცვალოთ. თქვენ შეიცვალეთ, გაზარდეთ საკუთარი თავი, საკუთარი სხეული ცხოველი. და გარემო ისედაც თავისთვის დალაგდება, შეიცვლება. და ამ ფილმში თავარი რა იყო, მანამდე თუ აბრალებდნენ ერთმანეთს, მერე რომ მიხვდნენ, რომ შიში კი არ გაუსწორეს თავის შიშს თვალი. და დაიწყეს ცხოვრება. ერთმანეთი დააფასეს, გამთლიანდნენ, ჯერ საკუთარ თავთან, მერე ერთმანეთთან და ამან უშველა. ჩვენი შველა ერთმანეთში არის, მაგრამ სანამ ერთობლივად რამე ღირებულს შევქმნით, ღირებული თავად უნდა გავხდეთ. გამთლიანდეთ და იცოდეთ, ამოტყოფაზე იქნება არასწორი ადამიანი არასწორზე, სანამ არ შევიცვლებით. უკეთესობისკენ ყველაფერი ჩვენთვის ხდება. ჩვენი საუკეთესო ცხოვრების მისაღებად ხდება ყველაფერი. რომ ვისწავლოთ, ცოდნა გავაზიაროთ და გზა გავუკვალოთ სხვებს. რომ ერთი და იგივე წრებრუნვაზე ტრიალი აღარ მოგვიწიოს, განთავისუფლდეთ. ჯერა თქვენი გხედავთ